ალბერტ აინშტაინის სამედიცინო კოლეჯის ერთ-ერთ აუდიტორიაში შეკრებილი სტუდენტები ყურადღებით უსმენდნენ 90 წლის რութ გოტესმანს. სიტყვით გამოსვლის დასასრულს რუთმა გამოაცხადა, რომ 1 მილიარდს წირავდა სასწავლებელს, რათა სტუდენტებს უფასოდ ესწავლათ. ეს ყველაზე დიდი შემოწირულობაა, რომელიც კი სამედიცინო სასწავლებლისთვის შეუძლიათ. იმ ინტერვიუების მოსმენისას, რომლებსაც ამის შემდეგ აძლევდა რუთი ჟურნალისტებს, იფიქრებდით, რომ ეს მას აჩუქეს ამდენი ფული იმდენად დიდ სიხარულს და აღტაცებას გამოხატავდა იმის გამო, რომ სტუდენტებს დაეხმარა. იგავების წიგნში ვკითხულობთ იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს გულუხობა. ის, ვინც უხვად გასცემს, იღებს კურთხევას, რომელსაც არ მოელოდა. როცა ვინმეს ვეხმარებით, უფრო გვემატება, რადგან ქველმოქმედი კურთხეული იქნება. შეიძლება გვიჭირს გაცემა და ხელს, მაგრამ უჭერთ ჩვენს ფინანსებს, რადგან გვეშინია, რომ გამოგვიყენებენ ან თავად არაფერი დაგვრჩება. ღვთის ეკონომიკა კი სხვანაირად მოქმედებს. იესო უფრო მეტსაც გვეუბნება. გაცემა უფრო მეტი ნეტარება, ვიდრე მიღება. ჩვენ შეგვიძლია გულუხვად გავიღოთ ის, რაც გვაქვს და შემდეგ ამის სანაცვლოდ ღმერთი ჩვენც მოგვაგებს. ღმერთს ყველასთვის აქვს უხვად კურთხევა.